მოგესალმებით, დაკარგული დიდებული მესხეთის ერთგულ მაყურებელს, ვიბრუნდებით ახალი მომდევნო სიუჟეტით, სადაც თქვენ იხილავთ ჭულეს იგივე ჭულევის მონასტერს. განაჩენით დეტალურად რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტი. წავედით. ისტორიული მესხეთის სამცხის ნაწილში დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით დაბა ადიგენიდან ჩემი სვლაგეზი მიმართულია 5 კილომეტრის მოშორებით მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე არსებული მაღალი მთებისკენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სავალი გზა კეთილმოწყობილია და ყოველგვარი დაძაბულობისა და ზედმეტი ყურადღების გარეშე საშუალება მეძლევა უბრალოდ დავტკბე სამცხის იმხედებით, რაც ჩემგან მარცხნივ გზად იშლება. რაც უფრო უახლოვდები დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს, მით უფრო თვალსაჩინოდ იკვეთება მთის კლდოვანი რელიეფები, რომლით გარშემორტყმულ ვიწრო ხეობის სიმყუდროვეს მხოლოდ ფერსათის მთიდან მომავალი პატარა მდინარე ჭულელას ჩქარი დინების ხმაური გაარღვევს. კიდევ უფრო ზევით, იქ სადაც სამანქანო გზა ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება, მოსჩანს წიწვოვანი ტყის მასივებით დაფარული კლდეები, რომელთა წინაც შეიძლება ითქვას შუაგულ მოვაკებულ ალაგზე დგას ჭულევის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათიანი ტაძარი. დაკარგული დიდებული მესხეთის 44-45 სერიებში ნაჩვენები ზარზმისა, საფარისა და დღევანდელი სიუჟეტის ჭულევის მთავარი ტაძარიც ერთი და იგივე ეპოქათა წარმომადგენელნი არიან, რაც თავის მხრივ ასევე მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ამ სამი დიდებული ნაგებობიდან ყველა სახშენება ბექა პირველი მანდატურთუხუცესის მმართველობისას მოხდა. თუ ვინ იყო და რა დამსახურებები გააჩნდა მესხეთისა და სრულიად საქართველოს წინაშე ბექა პირველ ჯაყელს, ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ. რამე თუ ეს საკითხი წინამდებარე ზარზმისა და საფარის შემთხვევაში დეტალურად მაქვს ახსნილი. ახლა კი დავამატებ იმას, რომ ჭულე ამ მესხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან ერთად ქმნის ეგრეთ წოდებულ სამეულს, რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14 დასაწყისის სამცხის რენესანსის პერიოდის წარუშლელ ნიშანს წარმოადგენენ. დღევანდელ პერიოდში ჭულევი გახლავთ მამათა მონასტერი და მისი ადგილმდებარეობის პირდაპირ პროპორციულია ის სიმშვიდეცსა და სიწყნარეც, რაც აქ სუფევს. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონასტრის ტერიტორიაზე შესული, როგორც კი გაუყვები წმინდა გიორგის სახელობის გუმბათიანი ტაძრისკენ მიმავალ გზას, გარშემო ზედმეტი თვალის დაძაბვის გარეშე წააწყდები სხვადასხვა დამუშავებულ და ასევე უსწორმასწორო ფორმის ქვათა ფრაგმენტებს, რომელნიც ყველა შემთხვევაში წარმოადგენენ წინათ აქ მყოფი როგორც საცხოვრებელი, ასევე სამეურნეო ნაგებობათა ნაწილებს. ჭულევის გუმბათოვანი ტაძრისა და მისი შემოგარენის ფონზე მე თქვენ გიამბობთ იმ ცნობებსა და ამბებს, რამაც ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა ჩანაწერების სახით. ყველაზე გვიანდელი წყარო, სადაც ჭულევი როგორც ტოპონიმი შეიძლება ამოკითხულ იქნას, მოიპოვება მე-11 საუკუნის ჰაგიოგრაფიული სახის თხზულებაში. ეს უკანასკნელი, რომ უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ჭულევის ისტორიულ წარსულთან მიმართებაში, საჭიროა გადავინაცვლოთ გარკვეული ასწლეულებით უკან, განვითარებულ შუა საუკუნეებში. კერძოდ, მე-11 საუკუნის მეორე ნახევარი. სირიაში არსებობს ასეთი ადგილი სახელად შავი მთა, მეორენაირად საკვირველი მთა. ეს ალაგი განსაკუთრებულ როლს იკავებს ქრისტიანული რელიგიის განვითარების თვალსაზრისით. რამე თუ სწორედ აქ გაშენებულ სხვადასხვა მონასტრებში ხდება განსხვავებული წარმომავლობის სასულიერო მამათა მიერ მთელი რიგი საგანმანათლებლო და მწიგნობრული სამუშაოების წარმოება. ზემოთ ხსენებული მე-11 საუკუნისათვის აქ თავს იყრიან საკმაო ოდენობის ქართველი სასულიერო მოღვაწეები, რომელნიც გაცხოველებული ძალებით ეწევიან ქართულ ხელნაწერთა გამრავლების პროცესებს. აქვე დავსცენ იმასაც, რომ ბერებიდან უმეტესნი წარმომავლობით არიან სამცხელნი, ტაუელნი და კლარჯეთელნი. რაც კრებითი სახელით რომ მოვიხსენიოთ, მათ მესხეთის მკვიდრობაზე უსმევს ხაზს. მათგან ერთ-ერთი, ტაუელი ეფრემი, იგივე ეფრემ მცირი, ბერძნულიდან ქართულად თარგმნის ჰაგიოგრაფიული სახის თხზულებას ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარ ეპისკოპოსისაი. სწორედ ამ ხელნაწერთან მიმართებაში მიწერილ ანდერძში ეფრემი წერს შემდეგს: მეუხებითა და ლოცვითა ბერთა, ჩვენთაითა საბაის დანტონისით ათსა ითარგმნა ესე ახლად ბერძნულისაგან მეტაფრასისა, ყოლა წადიერებითა და მხურვალეთ სურვილითა გაბრიელ სტეფანე ხუცისა ჭულეველისაითა, რომელმან უმეტეს ზომისა აიძულა პირუტყუით სახე ესე გონებაი ჩემი ყოლად მცირისა და კადნიერ მყო თარგმნად და კადრებად. ამ უკანასკნელში კარგად ჩანს ეფრემის მიერ მოხსენიებულ სხვა ბერებთან ერთად ვინმე სტეფანე ჭულეველი, რომელიც იყო ავტორიტეტული სასულიერო მოღვაწე, განსჭვალული მწიგნობრობის სიყვარულით, რაც აძლევდა მას საშუალებას თანამოღვაწე ყოფილიყო ისეთი გამორჩეული ღვთისმეტყველისა და ფილოლოგისა, როგორიც იყო ტაუელი აზნაურის შვილი ეფრემი.
ეს ისტორიული ფაქტი თავის მხრივ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ლოგიკური ანალიზის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ შემდეგი მოცემულობა. პირველი, რაზეც უნდა შევჯერდეთ, არის ის, რომ ტერმინი ჭულეველი, ისევე როგორც დაკარგული დიდებული მესხეთის წინა სერიაში განხილული სიტყვა საფარელი, სადაურობის აღნიშვნელია. თუ ზარზმაში მოღვაწენი იწოდებიან ზარზმელებად და გვყავს მაგალითად სერაპიონ ზარზმელი, საფარის შემთხვევაში არსენ საფარელი, ხოლო ჭულევიდან მომდინარე სტეფანი ჭულეველი, მაშინ სამივე შემთხვევის გამაერთიანებელი უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში საქმე გვაქვს მონასტრებთან, მათთვის დამახასიათებელი სულიერი ცხოვრებით და დამატებით საგანმანათლებლო კერებით. ხოლო მასში აღზრდილი და მოღვაწე სასულიერო პირთაგან ბევრი, ისევ და ისევ ქვეყნის საერთო კულტურული დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად მიემართებიან ისეთ რელიგიურ და ლიტერატურულ კერებზე, რომელიც თვალია იმდროინდელი საქრისტიანო სამყაროს. ყველაზე მოთხსენებული გარემოება კი მიგვითითებს იმაზე, რომ ჭულევი, როგორც მონასტერი, მე-11 საუკუნიდან უკვე არსებობს. და როგორც სამცხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასულიერო და საგანმანათლებლო კერას, საერთაშორისო ქრისტიანულ დონეზე მისი წარმომადგენელი უკვე ყავს წარგზავნილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა ღირს მამებთან ერთად. აქვე ისმის კითხვაც, მაშინ სად არის იმ სამლოცველოთა კვალი, რომელთა აშენების თარიღად შეგვიძლია მე-11 საუკუნე დავასახელოთ. რაბე თუ მთავარი სამლოცველო, როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ბექა მანდატურთუხუცესის დროინდელია, რაც მოიაზრებს მის აშენების თარიღად მე-13-ის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისს. ამაზე პასუხის გასაცემად მოვიშველიებ ცნობილ ქართველ ისტორიკოს, საზოგადო მოღვაწეს, ღვთისკაცად წოდებულ ექვთიმე თაყაიშვილს. მას მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში, რომელიც ისტორიულ სამხრეთ საქართველოს თითქმის უმეტეს ნაწილს შეეხო, ჭულევზე წერდა, რომ მთელი ტერიტორია გუმბათიანი სამლოცველოს გარშემო ნანგრევებითაა ასავსე. მათ შორის კიდევ განირჩევა თითქმის მთლიანად ჩამოქცეული მცირე ზომის ეკლესია გარშემორტყმული გალავნის ფრაგმენტებით. ამ აღწერისას ექვთიმე ასევე გადმოგცემს, რომ ნამონასტრალი ჭულევის ტერიტორიაზე ისევ დგას სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უმშვენიერესია საქართველოში არსებულ სხვა მსგავსი ტიპის ნაგებობათა შორის. თუ გავავლებთ პარალელს თაყაიშვილის მიერ აღწერილ შენობათა და დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზე მდგომ ძეგლებს შორის, ვიღებთ შემდეგს. დარბაზული სტილის მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც პერანგშემოძარცულად და დანგრევის პირას მყოფად აქვს აღწერილი, გახლავთ სწორედ ის ეკლესია, რომელიც დაექვემდებარა რესტავრაციას და მას თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ხოლო ის სამრეკლო, რომელმაც თაყაიშვილის აღრთოვანება გამოიწვია, არათუ 2025 წლის მდგომარეობით აღარ მოიძებნება, არამედ მე-20 საუკუნის დასასრულისთვისაც, როდესაც დაიწყო აქაურობის რესტავრაციისა და ხელახლა მონასტრისათვის საფუძვლის ჩაყრა, მაშინაც კი აღარ შეინიშნებოდა მისი კვალიც კი. ეს ყველაფერი გითხარით იმისთვის, რათა მეჩვენებინა თქვენთვის, რომ თუ გვიანდელი შუა საუკუნეების, ესე იგი მინიმუმ მე-13-მე-14 საუკუნეების ნაგებობა, რამე თუ ასეთი სტილის ცალკე მდგომი სამრეკლოები საქართველოში ძირითადად ამ ეპოქათა წარმომადგენელია, ასე უკვალოდ გაქრა, მაშინ რა გასაკვირია, რომ მასზე 300-400 წლით უფრო ადრე აგებულ შენობათაგან აღარაფერი დარჩენილიყო. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რამ გამოიწვია ჭულევის შემთხვევაში მისი სამონასტრო კომპლექსში შემავალი ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ისე გაქრობა, რომ მათი არათუ ნანგრევები, არამედ კვალის პოვნაც კი გამორიცხულია. იმისათვის, რომ ამაზე პასუხი დაბეჯითებით იქნას გაცემული, საჭიროა შევეხოთ ალბედით მე-16 საუკუნის ბოლოს და მისი როგორც ჟამის სიმძიმის გამომწვევ მთავარ მიზეზს, ოსმალეთის იმპერიას. მესხეთის მიწის მიმტაცებელ თურქებს გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წლისათვის ჭულევი შეტანილი აქვთ შემდეგნაირად: სოფელი ჭულის ეკლესია, ცარიელი. გონებ ამ შემთხვევაშიც, როგორც ზარზმასთან მიმართებაში, თურქმოხელეს სიტყვა სოფელი ნახმარი აქვს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადგილის დასახელება, როგორც ერთ-ერთ საგადასახადო ერთეულისა. მაგრამ თქვათ და თუ მართლა არსებობდა მონასტერთან ახლოს სოფელი ჭულე, იგი ყველა შემთხვევაში იქნებოდა ისეთი ტიპის დასახლება, რომელიც მორგებული იქნებოდა მასთან მდგომ ქრისტიანულ სავანეს, რაც თავის მხრივ გულისხმობს სოფლის მაცხოვრებელთა ყოფისა და საქმიანობის პირდაპირ მომართვას მონასტრის არსებობისათვის აუცილებელ საჭიროებებზე. ამ უკანასკნელის კარგი გამოხატულებაა მე-16 საუკუნის ბოლოსთვის 44 სერიაში ნაჩვენებ ზარზმის მონასტრის გარშემო დასახლებული სასულიერო პირები, როგორც მათთვის უცხო, ასევე სისხლით ნათესავი ერისკაცებით, რომელნიც მათზე გადანაწილებულ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობებით მთლიანობაში თანაზიარნი არიან სამონასტრო ცხოვრებისა. გავაგრძელოთ თურქთა მიერ დაპყრობილი მესხეთის, ამ შემთხვევაში სამცხეში შემავალი ჭულევის მდგომარეობის განხილვა.
როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, 1595 წლისათვის მონასტერი სრულიად სარიელია და ლოგიკურად მისი გავერანების საწყის პერიოდათაც შეგვიძლია ის დრო მოვისაზროთ. იმჟამინდელი მოცემულობით მესხეთის ერთ-ერთი გამორჩეული სავანე რჩება ღვთის ანაბარა და მის გარშემო სოფლები, როგორიც არის ზანავი და ადიგენი, იწყებს გამაჰმადიანებას. მუჰამედის რჯულის მიმდევრების სამცხეში კიდევ შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. ერთნი, რომელნიც გენით ქართველები არიან და ოსმალური მკაცრი პოლიტიკიდან გამომდინარე წლების სვლასთან ერთად ვეღარ უძლებენ ზეწოლას და იღებენ ისლამს, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის მთელი რიგი თურქმანული მოდგმის ურდუები, ვინც ავბედითი მე-16 საუკუნის ბოლოდან იწყებს ამ დალოცულ მიწაზე შემოსვლას. ჩვენ და საუბედუროდ რჯულს შეცვლილ ქართველთა უმეტესი ნაწილი წლების სვლასთან ერთად თაობიდან თაობამდე ზნესაც იცვლიდა. და მოკლედ რომ გითხრათ, მათი დამოკიდებულება ქრისტიან თანამემამულეებთან და შესაბამისად მათ სალოცავებთანაც თითქმის იდენტური იყო იმ განწყობისა, რაც აქ ძალით შემოჭრილ თურქებს გააჩნდათ. საბოლოო შედეგი კი ამ მიდგომისა იყო ის, რომ მათ აღარაფრად მიაჩნდათ საუკუნეთა უკან წინაპართა მიერ უფლისადიდებლად ნაგები სამლოცველოები, ხოლო ეკლესიათა კედლებში გამოყენებული დამუშავებული ქვები და განსაკუთრებული სიფაქიზით შემკობილი გარეპერანგი მათთვის მხოლოდ მთავარ გასაძარცვ სამიზნესღა წარმოადგენდა. თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში ბედის ანაბარად მიტოვებულ ჭულევის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ნაგებობებს, რაც ბუნებაში არსებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ვერ დააკლო, აუნაზღაურა იმ მაჰმადიანმა მოსახლეობამ, ვისთვისაც იგი მხოლოდღა საშენი მასალის უშრეთ წყაროდ მოიაზრებოდა. ამ უმსგავსობას კარგად გადმოსცემს ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე. მისსავე წიგნში სახელწოდებით სამცხის ხუროთ მოძღვრება მე-13-მე-16 საუკუნეები, სადაც იგი საუბრობს ჭულებზე. ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად წაგიკითხავთ ნაწყვეტს ზემოთ ხსენებული ავტორისეული ჩანაწერიდან. ამავდროულად გიჩვენებთ ფოტო მასალას, რომელიც თანდართული აქვს ნაშრომს და აღწერს გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ძეგლის მდგომარეობას. თვით ტაძარით ზარზმისა და საფარისაგან განსხვავებით დღეს ნანგრევებს წარმოადგენს. მისი აწინდელი მდგომარეობა რაიმე ერთდროულ კატასტროფას კი არ უნდა მიეწეროს, არამედ მის უპატრონობასა და გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ გამუდმებულ ძარცვას. ჯერ ბაქრაძესა და შემდეგ ტარანუშენკოს აღნიშნული აქვთ, რომ ტაძრის კედლები საშენი მასალის უფასო წყარო იყო ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებთათვის. 1917 წელს კი სამრეკლოც ჯერ კიდევ არსებობდა. ახლა ტაძრის ძველი პერანგის მცირე ნაწილიღაა კედლებზე. კამარები დაზიანებულია და აქა-იქ ჩამონგრეულიც. მხატვრობა, რომელიც მთლიანად ფარავდა კედელ კამარებს, დიდად შელახულია. ვახტანგ ბერიძის ჩანაწერიდან შესაძლებელია იმის ამოკითხვაც, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და გასაბჭოების შემდეგაც ის ძარცვის პროცესები, რაც აქ ოსმალთა ბატონობისას დაიწყო, გაგრძელება ჰპოვა მეფის რუსეთის დროსაც და ნაწილობრივ საბჭოთა პერიოდშიც. ასევე ხატწერაც, რომელიც ზემოთ ხსენებულ ნაწყვეტშია ნახსენები, როგორც ხედავთ დღესაც სახეზეა, მაგრამ ზარზმასა და საფარასთან შედარებით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. როგორც უკვე გითხარით, ჭულევის გუმბათიანი წმინდა გიორგის ტაძარი მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14-ის დასაწყისშია აგებული, ხოლო მის შიდა კედლების მოხატვის თარიღი უფრო გვიანდელია და უნდა განეკუთვნებოდეს 1391 წელს. იმ დროისათვის სამცხის ათაბაგია ეკლესიის მაშინებელი ბექა მანდატურთუხუცესის ზეთაგან ერთ-ერთი შალვა ჯაყელი. ისევე როგორც ზარზმაში და საფარაში, ჭულევის მთავარი ტაძრის კედელზეც გამოსახულნი არიან ათაბაგები თაობათა მიხედვით. მაგრამ ჭულეს შემთხვევაში მათი მხოლოდ ტანის ზედა ნაწილიღა განირჩევა, ისიც სანახევროდ. საფარის სამხრეთ კედლის ფრესკის ანალოგიურად, აქაც ამავე მხარეს ბექა პირველი ჯაყელია ტაძრით ხელში, რაც მის ქტიტორობას, ანუ სამლოცველოს ამშენებლობას უსმევს ხაზს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა აქაურობა ექვთიმე მოინახულა, ამ კონკრეტულ ფრესკაზე გამოსახულ პირთაგან იგი ასახელებდა მარცხნიდან პირველს, სარგის, შემდგომში აღკვეცილს მამა საბად, ხოლო მისგან მარჯვნივ ბექა პირველს, ყვარყვარე პირველსა და შალვას. არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო მიდგომა გუმბათოვანი ტაძრის აგებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ისტორიულ ძეგლზე მომუშავე მეცნიერთაგან ჩემს მიერ სიუჟეტის განმავლობაში ნახსენებ ვახტანგ ბერიძეს აქვს ჩამოყალიბებული. ხელოვნების ისტორიკოს მიაჩნდა, რომ გამომდინარე სამლოცველოს არქიტექტურული ელემენტებისა, იგი ზარზმისა და საფარის შემდგომ ნამუშევარს უნდა წარმოადგენდეს. ამ თეორიის თანახმად, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, მეცნიერი ამყარებს მე-14 საუკუნის დასასრულისათვის გავრცელებული ხუროთმოძღვრული ელემენტების რაობით ტაძრის კედლებში, მიიჩნევს, რომ ეკლესია აშენდა 1391 წელს და იმავე წელს განხორციელდა მისი მოხატვაც. რაც შეეხება ათაბაგთა პორტრეტებს, რომელთა შორის ბექა ეკლესიის მოდელით ხელშია, საფარის პრაქტიკაში არსებული
ტრადიციული ხატწერის პირდაპირ გამეორებაა. ხოლო უშუალოდ ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი სამლოცველოს მაშენებელნი ჩრდილოეთის კედელზე, აც უკვე გამქრალ ფრესკაზე უნდა ყოფილიყვნენ დატანილნი. თუ ეს ვერსია ჭეშმარიტია, მაშინ მე დავამატებ იმასაც, რომ მაშენებლებიდან ერთ-ერთი აუცილებლად შალვა ათაბაგი უნდა იყოს, რადგან ისტორიული წყაროების თანახმად 1372-დან 1399 წლამდე სწორედ ის წარმოადგენდა სამცხის მთავარს. მაგრამ აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩემთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო შალვა ჯაყელზე და მის პიროვნებაზე განსხვავებით სხვა ათაბაგთაგან თითქმის არავითარი ცნობა არ მოიპოვება. სიუჟეტის დასასრულისკენ კი გეტყვით იმასაც, რომ სამცხის ამ გამორჩეული სამონასტრო სამეულიდან ყველაზე მეტად რესტავრაციის კუთხით ზარზმას გაუმართლა. რამე თუ მისი გუმბათიანი ტაძარი გიორგი რომანოვის წყალობით ქართული ხუროთმოძღვრული სტილის დაცვით იქნა აღდგენილი. საფარის სამონასტრო კომპლექსი კი რუსი ბერების თვითნებური გადაწყვეტილებების, კირით შელესვის, ხატწერის დაფარვის და წმინდა საბას ტაძარზე რუსულ გუმბათთა დადგმის მსხვერპლად იქცა. ხოლო ჭულევის წმინდა გიორგის ეკლესია უღმერთო საბჭოთა მმართველობის დასაწყისში, კერძოდ კი მე-20 საუკუნის 30-იანი წლებისათვის იმდროინდელ ხელისუფალთა გადაწყვეტილებით მოიცვა სამუშაოებმა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ამ ძეგლის შეკეთება და აღდგენა. ცოტა არ იყოს ეს ფაქტი, როგორც მოვლენა, შეგვიძლია სრულიად ალოგიკურად მივიჩნიოთ. რამე თუ ბოლშევიკები არათუ დაზიანებულ ტაძრებს აღადგენდნენ, არამედ მოქმედი ეკლესიებიდან ჯვრებს ხსნიდნენ და მათხან საწყობებად, ხანაც კი აბანოებად გადააკეთებდნენ. ამიტომაც ჭულევის მთავარ სამლოცველოზე მათი თავგამოდების ამბავი ცოტა არ იყოს საკვირველია. მაგრამ ისე იყო თუ ასე, კომუნისტების გადაწყვეტილებით დაწყებულმა რესტავრაციამ წმინდა გიორგის ტაძარს და მის შემოგარენს არათუ რამე დადებითი მოუტანა, არამედ მისი სასწაულებრივად გადარჩენილი ბევრი დეტალიც და თავდაპირველი იერსახეც ნაწილობრივად დაიკარგა. ჭულევის, როგორც სამონასტრო კომპლექსის, აღდგენის ძირეული და ყველაზე მართებული სამუშაოები განხორციელებული იქნა მე-20 საუკუნის დასასრულისა და 21 საუკუნის დასაწყისისათვის, რის შედეგსაც წარმოადგენს 3 საუკუნის განმავლობაში მდუმარებას მიცემული მესხეთის ერთ-ერთი გამორჩეული სავანის აღდგენა, რომელსაც მიუხედავად მის თავზე გადატანილი ამდენი ქარტეხილისა, მაინც შესწევს იმის ძალა, რომ განსვიფრებაში მოიყვანოს 21 საუკუნეში მის მოსანახულებლად მისული ქართველი და ირიბად მაინც დააფიქროს იმაზე, რომ სადაც ქრისტეა და მისი ჭეშმარიტი შეცნობა კუდრეთით აღდგომა ყოველთვის შესაძლებელია, ხოლო შემდგომად მართებული ცხოვრება კი საწინდარია ძველი დიდებულების დაბრუნებისა. ნევანდელი სერიაც აი ამ დიდებული ადგილის შესახებ დასასრულს მივახლოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღა თქმა უნდა დაგემშვიდობოთ მომდენო ახალ სერიამდე და თუ მოგწონთ მსგავსი სერიები დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ერთად უყუროთ კიდევ ძალიან ბევრ ახალ სიუჟეტს ამ დალოცვილი და ისტორიის სავსე მხარის შესახებ. დროებით.